მოგესალმებით. თქვენი პროფესიული საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვაზეა დაფუძნებული. ჯანსაღ-გარემოში ცხოვრების უფლება კი დღესდღეობით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სერიოზული სამართლებრივი გამოწვევაა. გარემოს დაცვით სამართალში ხშირად ჯანსაღ-გარემოში ცხოვრების უფლება უპირისპირდება ეკონომიკურ თუ სოციალურ ინტერესებს. შესაბამისად, აუცილებელია ბალანსის პოვნა, რათა ერთი მხრივ დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხოლო მეორე მხრივ ადამიანმა განვითარება შეძლოს. ამ კურსის ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილავთ გარემოს დაცვითი სამართლის არსს, გარემოს დაცვითი სამართლის ძირითად პრინციპებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და პრაქტიკულ გამოწვევებს. ჩვენ გავეცნობით გარემოს დაცვითი სამართლის ისტორიას, თუ როგორ ჩამოყალიბდა მისი ძირითადი პრინციპები, რას გულისხმობს ჯანსაღ-გარემოში ცხოვრების უფლება, როგორ არის უზრუნველყოფილი გარემოს დაცვითი პროცედურული უფლებები, კერძოდ, გარემოს დაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და გარემოს დაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე ჩვენ მიმოვიხილავთ გარემოს დაცვითი სამართლის აღსრულების სისტემას და პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობით გარემოს ადგება. კურსი შედგება 5 ძირითადი თემის, რამდენიმე საკითხავი მასალისა და ვიდეოებისაგან, ასევე პრაქტიკული კვიზებისგან. კურსის შედეგად თქვენ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას გარემოს დაცვითი დავების წარმატებით დასასრულებლად და ჯანსაღ-გარემოში ცხოვრების უფლების დასაცავად.